ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობს. 37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან თარიღი, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია განსაზღვრა და რომელიც ქვეყნისთვის ერთდროულად გლოვის და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან დილიდან იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ეროვნული მოძრაობის მონაწილეები და დაღუპულთა ახლობლები. რუსთაველზე შეკრებილია მოქალაქეების გარკვეული ჯგუფიც, რომელიც დაღუპულთა პატივსაცემად მისულ ადამიანებს, მათ შორის 9 აპრილის მონაწილეებს აგრესიულად ხვდება და მემორიალთან მიახლოებაში ხელს უშლის. ადგილზე იყო კამათი და სიტყვიერი დაპირისპირებაც. რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან იმყოფება მარიამ კოპალეიშვილი, ის პირდაპირ ეთერშია, გისმენთ მარიამ. უკვე 37 წელია, რაც 9 აპრილს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მოქალაქეების მთავარი შეკრების ადგილია. 9 აპრილი არის ერთიანად როგორც ტრაგიკული, ასევე ისტორიული თარიღი საქართველოს უახლესი ისტორიისათვის. არ წყდება მოქალაქეების რიგი, რომლებსაც სურთ, რომ გამოხატონ საკუთარი პატივისცემა იმ გარდაცვლილი 21 ახალგაზრდის მიმართ, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ სწორედ 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების დროს. აქ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ პატივი მიაგეს სწორედ გარდაცვლილთა სულებს. ასევე დღეს აქ იმყოფებოდა ადამიანი ლელა ვეფხვაძე, რომლის ხმაც იქცა ერთგვარ სიმბოლოდ 9 აპრილის და აქ ადამიანების უწყვეტი რიგია, რომლებიც იმყოფებიან იმისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება. მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ უშუალო მონაწილეები 9 აპრილის მძიმე პროცესების და რომელთა მეხსიერებაშიც საკმაოდ მძიმე კვალი დატოვა 1989 წლის მოვლენებმა. ამას ვერასოდეს ვერ შევძლებთ, რომ ჩვენი ხალხის გარეშე თუნდაც იმ სახში დავრჩენილიყავით და დაგვესვენა. გამოცხადდა, რომ სანთლები აგვენთო და სანთლები და ლოცვით შევხვედროდით ტანკებს, რომლებიც შემოვიდა რუსთაველზე. 9 აპრილი არის ყველაფერი. ჩემთვის 9 აპრილი არის ტკივილი, 9 აპრილი არის ერთიანობა, 9 აპრილი არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩემთვის 9 აპრილი არის რა გითხრათ, ყველაფერი, რაც მე სულს მიკაწრავ და მიხალისებს. 9 აპრილს დღეს რო უყურებ, ჩემთვის ეს არის ტკივილი. ძალიან მტკივნეულია. კი აღარ ვიხსენებთ ის ჩვენშია, ის ჩვენ ყოველ წუთს და წამს გვახსოვთ, ის დღეები, ის საოცარი იდეურად ერთად შეკრული საქართველოს დღეები, როდესაც მთელი ახალგაზრდობა კი არა, მთელი საზოგადოება ქართული აქ იდგა მხოლოდ ერთი მიზნისთვის და ეს იყო, რომ საქართველოს მიიღო დამოუკიდებლობა და საქართველო ყოფილიყო ერთიანი და ძლიერი ქვეყანა, რომ მას თავისი სიტყვა როგორც წარსულში, ისე მომავალშიც ეთქვა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილი არის დაკავშირებული სწორედ მოქალაქეების ერთიანობასთან, დღეს მაინც იყო დაპირისპირების გარკვეული მცდელობები, გარკვეული ჯგუფების მხრიდან, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ძირითადად არიან საპროტესტო აქციის მონაწილეები. მათი გაღიზიანება დაიწყო მას შემდეგ, რაც ადგილზე გამოჩნდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, იყო შეურაცხმყოფელი შეძახილები, დაპირისპირების, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების მცდელობები და გახდა საჭირო იმისა, რომ სამართალდამცველებს გაეკეთებინათ კორიდორი იმისთვის, რომ მოქალაქეებს და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეძლებოდათ მემორიალთან მიახლოება, რადგან ეს გარკვეული ადამიანების ჯგუფები, მათ შორის ჩვეულებრივ მოქალაქეებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხელს უშლიდნენ მემორიალთან მიახლოებაში. მოღალატეები მემორიალთან არ უნდა მიდიოდნენ. მონაწილეები არა. როგორ არ უშვებდნენ? ჩვენ ყველა უშვებდით საერთოდ არ ქონია ნაირი პრობლემა. მომენტი რომ ჩემ უნივერსიტეტი გავაღებდა, მოდი ხება მონას ვეძახი რა. სიცხვილეა უბრალოდ. რატომ პრივატიზებული ყველაფერი გამაგებინეთ ყავრო? რა თქმა უნდა, ოკუპაცია მაგაზებს დაობს საერთოდ კაცო. ყველაფერი თქვენია, გლოვა თქვენია, ზრინი. რაოფლევად მიგზალა თქვენ მე 9 აპრილის მემორიალთან მოსვლას. უბრალოდ. კარგი, ეკითხები. ამუკა ხაზარაძის და გია ბაღარაძის პარტია არის დინსი ვახტოვიდეს. ხალხის პრობლემას 18 ევროს ვერ აპოსტავას შელიაციეს.
არის მღირსი აქ იყოს ვიღაცება მონებიო და რატო არ მონა არ ვიცი ვაში ვიყავი და წავედი სახში წრაში ვიყავი სახში სტუდენტი ვიყავი მაშინ პირველი კურსის ამ წუთებში სამართალდამცველები რჩებიან ადგილზე და ისინი უზრუნველყოფენ იმას, რომ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ნებისმიერი მოქალაქე მოვიდეს და გამოხატოს პატივისცემად სწორედ 9 აპრილს დაღუპული გმირების მისამართი. 9 აპრილი კი საქართველოს უახლეს ისტორიაში რჩება ერთის მხრივ ტრაგიკულ თარიღად, ხოლო მეორეს მხრივ 1989 წლის შემდეგ 2 წელიწადში უკვე, ანუ 1991 წელს უკვე გაჟღერდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ცნობა, ანუ ეს თარიღი დაკავშირებულია ერთის მხრივ ტრაგიკულ თარიღთან, ხოლო მეორეს მხრივ თავისუფლების მოპოვების ერთ-ერთ მთავარ და მნიშვნელოვან მოვლენად. მადლობა მარიამ კოპალეიშვილი საუბრობდა 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან კურიერის პირდაპირ ეთერში. 9 აპრილის მემორიალთან დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც მივიდნენ. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიიღეს ევროკავშირის, ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩებმა. 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა გერმანიის ელჩი, რომელიც ადგილზე მოქალაქეთა მხოლოდ იმ ჯგუფს მიესალმა, რომლებიც 9 აპრილის მონაწილეებს მემორიალთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. რუსთაველზე იმყოფებოდა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, სოციალურ ქსელში განცხადება გავრცელა ამერიკის საელჩომ. 9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის მიერ 1989 წელს ჩადენილ სისასტიკეს. დღეს 37 წლის შემდეგ პატივს მივაგებთ იმ 21 დაღუპულ ქართველს და ასობით დაშავებულს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას, წერს შეერთებული შტატების საელჩო. მადლობა თავისუფლებისთვის. ქვეყნის პირველი პირები დღეს კიდევ ერთხელ იხსენებენ იმ თავგანწირვას, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოუტანა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ დაღუპულ გმირებს მადლობა გადაუხადა. შესაბამისი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. თარიღთან დაკავშირებით საკუთარი სათქმელი წერილობით გამოხატეს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. ერთდროულად უდიდესი ტკივილისა და დიდი გამარჯვების დღე, რომელიც ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის რთულ გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე კი წარუშლელი კვალი დატოვა. რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა და ქართველი ხალხის თავგანწირვამ მთელ მსოფლიოს უჩვენა, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება სიცოცხლეზე მაღლა დგას. ამ ღამით განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმაც კი ვერ ჩაახშო ქართველი ერის ხმა, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვდა. 9 აპრილის ღამე იქცა ეროვნული ერთიანობისა და შეუდრეკელი ბრძოლის სიმბოლოდ, რომელმაც განაპირობა ის, რომ 2 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღედგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს. ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია. მადლობა თავისუფლებისთვის, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, გვფარავდეს ღმერთი. ჩვენ გვაქვს 2 აპრილი 1989 წლის 9 აპრილის ღამე და 1991 წლის 9 აპრილის დღე. ეს ორი თარიღი განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ განუყოფლადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული. 9 აპრილის ხსენებისას უპირველესად ვიხსენებთ 1989 წელს, ვინც იმ წელს მოესწრო, ახსოვს რა მასშტაბის ტრაგედია დაატრიალდა, როგორ დაითრგუნა გარემო და როგორ იფეთქა საერთო ტკივილმა და ბრაზმა. თუმცა ტრაგედიას ძალიან მალე, სულ 2 წელიწადში 1991 წლის 9 აპრილს პარლამენტის დღევანდელ სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოხდა. უკვე 35 წელი რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე, ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მიუყვებით. ამ გზაზე არაერთი შეცდომა დავუშვით, მძიმე საფასური გადავიხადეთ, არაერთხელ დავმარცხდით და წავიქეცით, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ყოველ ჯერზე წამოვდექით. არასოდეს შევეგუეთ მარცხს. ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, შევიგრძენით დამოუკიდებლობის სიმძიმეც და სიტყვოც, მისი ფასიც და მისი ღირსებაც. ეს არის ჩვენი 35 წლიანი მონაგარი. 10 წლეულებს გადმოწვდა იმ ტრაგიკულ ღამეს უწმინდესი პატრიარქის გაფრთხილება, რომ საშიშროება რეალურია და ეს სიტყვები დღემდე ექოდ გვესმის. განადღეს ნაკლები საშიშროება გვემუქრება. ისინი არსად გამქრალან. საფრთხეები იცვლიან ფორმას, მაგრამ არ ქრებიან. ამავე დროს დღემდე ისმის და ქუხს სხვა სიტყვებიც, რომ აღსრულდა ნება
ქართველი ერისა. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს. ვინაიდან არასდროს დადგება დღე, როდესაც არ ვიტყვით ხმამაღლად, მტკიცედ და შეურყევლად. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, გვფარავდეს ღმერთი. 1989 წლის 9 აპრილს გამთენისა საბჭოთა კავშირის შეერღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. თუმცა 9 აპრილი მხოლოდ ტრაგედია არ ყოფილა. რუსთაველის გამზირი ეროვნული გარდასახვისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. ამ ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად 2 წელში 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. დღეს დიდი ხუთშაბათია, განსაკუთრებული დღე ვნების ჩვიდეულში. ტაძრებში დილიდან ლიტურგია სრულდება, იკითხება 12 გზის სახარება. მსახურება სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს. სახარების მიხედვით სწორედ ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფერხთმანვის რიტუალი შეასრულა და მოწაფეები პირველად აზიარა. თამარ თათარაშვილი გვერდება ახლა სამებიდან. თამარ, ეთერში ხარ. ვნების კვირეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. რომ არ ყოფილიყო ზიარება, არ იქნებოდა არც სულის ხონება. ეს არის დღე, როდესაც დაწესდა ევქარისტიის საიდუმლო. დღე, როდესაც მაცხოვარმა ბოლო პასექის დროს საიდუმლო სერობაზე თავისი მოწაფეები აზიარა. ქრისტიანული რელიგია მორწმუნეებს თავმდაბლობას ასწავლის. სწორედ თავმდაბლობის და სიყვარულის ნიშნად იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს საკუთარი ხელებით დაბანა ფეხები. ქრისტიანულ რელიგიაში ეს მოძღვრებები ბუნებრივია სახარებაზე არის დაფუძნებული და სწორედ ამიტომ მთელი დღის განმავლობაში შესრულდება ღვთისმსახურება, რომელსაც პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს. როდესაც დასრულდება წირვალოცვა, უკვე შეკრებილ მრევლს პატრიარქის მოსაყდრე ქადაგებით მიმართავს. დღევანდელი დღე დიდი ხუთშაბათი, ეს არის ზიარების დაწესების დღე, როდესაც ვეზიარები და პრაქტიკულად ეს არის ის, რითიც მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხოვრობს ამ ზიარებით. არის ასევე თავმდაბლობის დღე და ქრისტემ თავისი საქციელით ბანახა რამდენად მნიშვნელოვანია თავმდაბლობა, სიყვარული და სწორედ ვმადლობთ ღმერთს, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვეზიაროთ მის სისხლსა და ხორცს და მოგმადლოს ეს მისი სიყვარული, თავმდაბლობა. დღეს დიდებული დღე არის, დიდი ხუთშაბათი, მშვიდობა მოგცეს ყველას, სიყვარული, სითბო, რწმენაში გაძლიერება და ყველაფერ კარგს გისურვებთ. ყველა დღე ხო დიდია ამ კვირაში, არა ვნების კვირაში. ეს დიდი ხუთშაბათია. მე მინდა რომ აი ამ ღალატისა და გაცემის შემდეგ უშინაც მოხდა რა, ადამიანმა თავის თავში ჭეშმარიტი სინანული დაინახოს და დაინახოს ის, რისი გამოსწორებაც უნდა და როგორიც უფალს უნდა რომ იგი იყოს, აი ესეთი ვიყოთ ყველა, სიყვარულით სავსე. განსაკუთრებული მნიშვნელობის არის დღევანდელი დღე თითოეული ჩვენთაგანისათვის, თითოეული ქრისტიანისათვის, მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის. დღევანდელ დღეს ჩვენმა მაცხოვარმა იესო ქრისტემ დააწესა ზიარების საიდუმლო, როდესაც მაცხოვარმა საიდუმლოს სერობისას შეკრიბა თავისი მოწაფეები, ხატეხა პური და უთხრა მათ, რომ მიიღეთ და სჭამეთ, ეს არის ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა. ზიარების საიდუმლოს სანამ დააწესებდა მაცხოვარი იქამდე მოციქულებს ფეხი დაბანა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანს უნდა ქრისტეს მიღება და როცა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს სისხლს და ხორცს ვიღებთ, ამით ჩვენში შემოდის მაცხოვარი და თუ გვინდა რომ ჩვენში შემოვიდეს ქრისტე, ამისათვის უნდა ვიყოთ თავმდაბლები. მან იუდასაც დაბანა ფეხი, ამით ჩვენ გვასწავლა, რომ არა მხოლოდ სიტყვით უნდა ვიქადაგოთ სიყვარული ზოგადად როგორც მოყვასის ასევე მტრის, არამედ საქმით უნდა აღვასრულოთ ეს ყველაფერი. ღვთისმსახურება სამების ტაძარში დილიდან მიმდინარეობს. საღამოს კი წაიკითხავენ 12 ჯერ იმ ეპიზოდებს წმინდა წერილიდან, რომელიც იესო ქრისტეს ცხოვრებას, მის ტანჯვას, წამებას და ჯვარცმას ეხება. ზუსტად სამ დღეში კი ქართველი მართლმადიდებელები და მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებენ. მადლობა თამარ თათარაშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში.
რატომ არა ახრებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მონაცემებს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი წერია. თემაზე კურიერმა საქართველოში გერმანიის საელჩოს წერილობით მიმართა. დიპლომატიური უწყებისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო უწყებაში ნოტა გააგზავნა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს საელჩოსაც, თუმცა საქართველოს შესახებ მონაცემები ვებგვერდზე კვლავ უცვლელია. მაშინ, როდესაც განახლება მარტში შეეხო რუსეთს და სირიას. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში. მომავალ კვირას პატასალია მონაწილეობას მიიღებს გაეროს საჯარო ადმინისტრების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაზე. შეხვედრები გაიმართება გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან. წელს საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს. მოგვითხრათ რა სტანდარტი დაგეგმილი გვაქვს ვიზიტი გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაზე. აქ საუბარი იქნება იმ მიღწევებზე, რაც აქვს საქართველოს საჯარო მმართველობის მიმართულებით, საჯარო სერვისების განხორციელების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში საქართველოს უკვე დაიმკვიდრა საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნის სახელი. სწორედ ამის თქვათ საფუძველზე წელს საქართველოში გაიმართება საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმი, სადაც 500-ზე მეტი დელეგატი, საერთაშორისო დელეგატი იქნება მოწვეული. ეს ვიზიტის გარკვეულწილად ემსახურება ამ ღონისძიების პოპულარიზაციას და ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება და შეხვედრები გვექნება გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, სხვა ხელმძღვანელ პირებთან. ასევე გავმართავთ ღონისძიებას, სადაც ვისაუბრებთ იმ მიღწევებზე, რაც ბოლო წლებში აქვს საქართველოს საჯარო სერვისების განხორციელების ფარგლებში. კიდევ ერთი აღიარება ალბათ ჩვენი ქვეყნის დამსახურებისა, სწორედ ამ მიმართულებით, რასაც ქვია საჯარო მმართველობა და საჯარო სერვისების განვითარება. შესაბამისად, შემთხვევით არ იქნა შერჩეული საქართველოს, გათვალისწინებული იქნა მისი მიღწევები ამ მიმართულებით და გაერომ სწორედ ჩვენ შემოგთავაზა წელს ჩაგვეტარებინა როგორც ღონისძიება, ასევე ამ სფეროში წარმატებული ორგანიზაციების დაჯილდოება. და ეს გამორჩეული ღონისძიება მიმართულებით ყოველ წელს არ ხდება დაჯილდოება და ამიტომ მოველით, რომ ძალიან დიდი ინტერესი იქნება საქართველოში და ჩვენი ქვეყანა იქნება ყურადღების ცენტრში მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის. გუდაური კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით მაღალია ზვავ საშიშროების საფრთხის დონე, რის გამოც დროებით იკრძალება ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა. დაკავება ნარკოდანაშაულის ფაქტზე საპატრულო პოლიციამ 3 პირი თბილისსა და ბათუმში აიყვანა. მათ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა ბრალდებათ. ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამოღებულია მათ შორის მეთადონი, ალფა პპპ და გამომშრალი მარიხუანა. განზრახ-კვლელობის მცდელობის ბრალდებით 25 წლის პირი დააკავა მარნეულის პოლიციამ. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი არაღით დაზიანებები მიაყენა 56 წლის მამაკაცს. დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰეზბოლაზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანეს. სახალმა განადგურა რადიკალური დაჯგუფების 100-ზე მეტი ობიექტი. ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. პარალელურად ირანმა იერიში მიიტანა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის პრეზიდენტი გამოეხმაურა. დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკელი სამხედროები რეგიონში პოზიციებზე რჩებიან. მისივე განმარტებით ცეცხლის შეწყვეტის პირობა, ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება და ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენა. პრეზიდენტი ირანს აფრთხილებს, რომ პირობების დარღვევის შემთხვევაში სამხედრო მოქმედებები განახლდება. ირანის პარლამენტის სპიკერი შტატებს ზავის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ყოველდღიურად 10 ტანკერს გაატარებს. მსოფლიოს უმსხვილეს ენერგეტიკულ დერეფანში ახლა რიგს 400 გემი ელოდება. გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკურ ზონაში გასვლის უფლების მისაღებად კომპანიებმა ყოველ ბარელ ნავთობზე ირანს $1 უნდა გადაუხადონ.
ტრამპი ნატოდან გასვლის შესაძლებლობას ალიანსის გენდივანთან განიხილავს. განცხადება თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა მედიასთან გააკეთა. კეროლაინ ლევიტმა განმარტა, რომ ბოლო ერთ კვირის განმავლობაში ირანთან შეერაღებული დაპირისპირების დროს მოკავშირეებმა ამერიკის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს. ნატო ჩვენ გვერდით არ იყო, როცა გვჭირდებოდა და არც იქნება თუ ისევ დაგვჭირდება. გაიხსენეთ გრენლანდია. ეს დიდი ცუდად მართული ყინულის ნაჭერი დაწერა თავად ტრამპმა სოციალურ ქსელში. Wall Street Journal ავსელებს ინფორმაციას, რომ შტატები განიხილავს სამხედროების გამოყვანას იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მას ირანთან დაპირისპირებისას არ დაეხმარნენ. ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომა იზრდება. მთავრობის გადაწყვეტილებით აწარმოეს საქართველოს ბაზაზე ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ფუძნდება. კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი ხდება IAF-ის საცხები და კაპიტალის ბაზრის ახალი ინსტრუმენტები, განსაკუთრებული პრიორიტეტი კი ენერგეტიკის სექტორს მიენიჭება. პარალელურად უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ცალკე ინსტიტუცია ინვესტიციების სააგენტო იქნება. ჩვენ რეალურად საუბრობთ თვისობრივად ახალ ინსტიტუტზე, ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე, რომლის მანდატი იქნება უფრო ფართო, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა და უფრო მეტი, ვიდრე მაგალითად მხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის კერძო სექტორთან, მთელ რიგი იმ ცვლილებებზე, რაც არის დაგეგმილი აღნიშნული მიმართულებით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო ტურიზმის სექტორში გლობალურ გამოწვევებს, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. გარემოთ და პირიქით დაამატოს, არათუ ისიც ვიმსჯელეთ გამოწვევებზე, მათ შორის დავსახეთ ერთობლივი გეგმები, როგორ შეიძლება რომ ტურიზმის სექტორს შედარებით ნაკლები გავლენა ჰქონდეს საქართველოში ტურიზმის სექტორს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მათ შორის ვისაუბრეთ ახალ მიმართულებებზე, არსებული მიმართულებებზე, ერთობლივ ღონისძიებებზე, ეს იქნება სიხშირეების დამატება, მარკეტინგული კამპანიები, B2B შეხვედრების მოწყობა იმისთვის, რომ იმ ქვეყნებიდან, სადაც ცნობადობა მაღალია, ეს იქნება თქვა სამეზობლო ქვეყნები, თურქეთი, შუა აზია, ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში. დღეს საქართველოს ყველანაირად არის იმისთვის მზად, როგორც მშვიდობით, ასევე ეკონომიკური წინსვლით, ასევე კერძო სექტორის და სახელმწიფოს მზაობით, რომ რაც შეიძლება მივიღოთ, უმასპინძლოთ მეტ ტურისტს ჩვენს ობიექტებში. 25 წლის სეზონი იყო არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი და ჩვენ ბევრად უკეთეს სეზონს ველოდებით 26 წლის მიუხედავად ყველაფრისა. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ათენში საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში თბილისის სიმფონიური ორკესტრის და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტი გაიმართა. ვახტანგ კახიძის დირიჟორობით შესრულდა მისივე ნაწარმოები რეკვიემი. საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. ეს იყო სავსე დარბაზი, სავსე ემოციები, საოცარი მუსიკა, საოცარი შესრულება, რომელშიც იგრძნობა ის უდიდესი ტრადიცია, რაც ქართულ ხელოვნებაში დევს მრავალხმიანობა, ფერთა სიმრავლე, ნიჭიერება, რა ვიცი, ყველაფერი. ეს იყო ნამდვილად ხელოვნების ზეიმი. კულტურა არის ერთ-ერთი ის განუმეორებელი, რაც ჩვენ გვაქვს, რასაც ნებისმიერ ქვეყანას შეგვიძლია შევეჯიბროთ არა მარტო ქვეყანას, ერს. გენიალური ფოლკლორი ჩვენ რაც გვაქვს, კიდაც სიმღერა იყოს, კიდაც ცეკვა, ამას ყველა აღიქვამ, როგორც ჩვენ ისტორიას და წარსულს. ესეთი საშუალება, რომ 150 კაცი ჩამოხვიდე ევროპულ ქვეყანაში და ესეთი კონცერტი გამართო, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდება. დიდი მადლობა საქართველოს ამ მართლაც შესანიშნავი საღამოსთვის. ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რეკვიემი, რომელიც მომისმენია. მგონია, რომ ასეთი სახის გაცვლები თქვენი ქვეყნის ასეთი შესანიშნავი წარმოდგენები აქ საბერძნეთში ძალიან მნიშვნელოვანია.